ახლა შეგვიძლია დავიწყოთ თემაზე საუბარი, რომელიც ნამდვილად ბევრი ადამიანისთვის სულ გვესმის, ხომ ასეა? რატომ გახდა მაინც და მაინც აი ბოლო დროს აქტუალური ეს ამბავი? ხო, ინსულინ რეზისტენტობა ერთ-ერთი თანამედროვეობის, ასე ვთქვათ, პრობლემა არის მთელს მსოფლიოში. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების. და ის გარკვეულწილად ასოცირებული არის ხოლმე, რა თქმა უნდა, წონასთან. რა არის ინსულინ რეზისტენტობა და პირველი სლაიდი მოგიმზადეთ, ჩვენს ძვირფას მაყურებელს ვაჩვენოთ, ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის უჯრედები და განსაკუთრებით აქ საუბარი არის კუნთებზე და ღვიძლის უჯრედებზე, მაგალითად, ეფექტურად ვეღარ რეაგირებენ ინსულინზე და ასევე ამასთან ერთად უჭირთ სისხლიდან გლუკოზის ათვისება აი ამ უჯრედებს. ეხლა ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ინსულინი რა არის? ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც აკონტროლებს ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს სისხლში გლუკოზის დონეს. ძალიან რო არ გაიქცეს ზევით და პირიქით ძალიან ქვევით რო არ წამოვიდეს. აი ამის მაკონტროლებელი არის ინსულინი და სამონჯამში ეს მაინც დაავადება უფრო გამოდის თუ მდგომარეობა? დაავადება არის რეალურად ინსულინ რეზისტენტობა დაავადება თითოეულ, თუმცა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რომ როგორ შეიძლება მასთან გამკლავება და ეს ინსულინი რა თქმა უნდა პანკრეასში, კუჭუკანაჯირკვალში გამომუშავდება. და რეალურად ამ შემთხვევაში ინსულინ რეზისტენტობის დროს გვაქვს ხოლმე ჰიპერინსულინემია. ეხლა გადავიდეთ რა ნიშნები და ყველაზე აი საინტერესო რა არის, აი რა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს ზუსტად ამ ინსულინ რეზისტენტობას და აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში დასაწყისისთვის შეიძლება საერთოდ უსიმპტომო იყოს, საერთოდ არაფერიც კი არ აწუხებდეს ადამიანს, მაგრამ ჰქონდეს ინსულინ რეზისტენტობა. მაგრამ აი ახლა ჩვენ ვხედავთ ეკრანზე ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები რა შეიძლება იყოს. პირველი, აი ერთ-ერთი ყველაზე კარგი კლინიკური ინდიკატორი დამახასიათებელი არის ეგრეთ წოდებული აბდომინალური სიმსუქნე, ანუ მუცლის გარშემოწერილობა. დიახ, და აი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს როგორც წესი არის ხოლმე აი წელის გარშემოწერილობა 90 სანტიმეტრზე მეტი მამაკაცებში და 80 სანტიმეტრზე მეტი ქალებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი. მოკლედ მივდივართ სიმსუქნემდე, ხო? რეალურად და აქ ასევე გასათვალისწინებელია გარშემოწერილობის გარდა ეგრეთ წოდებული BMI, ანუ სხეულის მასის ინდექსი, რომელსაც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს თუ რა მაჩვენებლებია ნორმა, რას ნიშნავს ჭარბი წონა, რას ნიშნავს პირველი ხარისხი, მეორე და მესამე ხარისხის სიმსუქნე. გითხავთ, რადგან ჭარბ წონაზე გავამახვილოთ ყურადღება. ნორმალური წონის ადამიანი შეიძლება იყოს ინსულინ რეზისტენტული? ეს ერთ-ერთი სიმპტომია თუ აუცილებელი სიმპტომია ჭარბი წონა? როგორც კი, შესაძლებელია მსგავსი რამე ასევე დამახასიათებელი იყოს, როდესაც განსაკუთრებით ესეთ ადამიანებს შეიძლება არ იყოს ჭარბი წონის, ნორმალური მასის ინდექსი ქონდეს, თუმცა მასთან აი რაღაცა გენეტიკურად იყოს ისეთი პრობლემები, როგორიც არის აი ქოლესტერინის მატებასთან, იმიტომ რომ ქოლესტერინიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომელიც ინსულინ რეზისტენტობაზე ახდენს გავლენას. შავი აკანტოზი, ეგრეთ წოდებული, გინახავთ ალბათ, როდესაც აი კანი გაშავდება ხოლმე კისერზე, მაგალითად იღლის არეში, საზარდულის არეში, ესეთი მოყავისფრო, მოშავო ფერის კანი უჩნდებათ ხოლმე და განსაკუთრებულად ესეთი ადამიანები არიან ჭარბი წონის რეალურად. გამხდარი ადამიანი შავი აკანტოზით შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ძალიან იშვიათია. ეგრეთ წოდებული სკინთეგები. სკინთეგი ეს არის საზოგადოებაში ხშირად პაპილომებს ეძახიან ხოლმე, ესეთი კანის ზედავიდან ამოწეული ელემენტები, როდესაც ჩნდება ხოლმე, განსაკუთრებით უყვარს აი ეს ტორსის და გულმკერდის არეალი, როდესაც ხორცმეტებს ეძახიან ხოლმე, ხო. ეს არაფერ კავშირში არ არის პაპილომა ვირუსთან, ზოგადად აი პაპილომებს ეძახიან, პაპილომა ვირუსთან არ არის კავშირში, ეს ზოგადად და დაკავშირებული შეიძლება იყოს ინსულინ რეზისტენტობასთან. ქრონიკული დაღლილობა და ენერგიის ვარდნა, აი განსაკუთრებით ნახშირწყლოვანი საკვების მიღების შემდგომ, ანუ მიირთვა საკვები ნახშირწყლებით მდიდარი და
დაღლილობა ეწყება ადამიანს, იმიტომ რომ უჯრედი ვერ იღებს იმ გლუკოზას, ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ. მუდმივი შიმშილის გრძნობა, პოლიფაგია, ანუ მუდმივად შია ადამიანს და აი ეგრეთ სულ იცმუცნება. აი სულ რაღაცებს, რასაც თვლი რეალურად. ხო, თითქმის ყველაფერი გარდა იმ ხორცმეტებისა და დასაწყისში ჩამოთვლილისა და აი ეს ყველაზე მკაფიოდ მაინც რომელი ნიშანი უნდა ახასიათებდეს ადამიანს და თან რაღაც სიმპტომები სხვადასხვა მაგალითად ყვებით აშლილობასაც გავს. ეს ყველაფერი ერთობლივად და ეს უნდა ჭირდეს. ყველაზე მეტად ტიპიურად, ყველაზე მეტად დამახასიათებელია ზუსტად აბდომინალური სიმსუქნე და ზოგადად წონასთან დაკავშირებული. ანუ წონასთან ჩვენ რო ავიღოთ ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანები, მათი 95% თუ მეტი არა, 99% ინსულინ რეზისტენტი იქნება ყველა ვარიანტში. და არტერიული ჰიპერტენზიამდეც მივყავართ, იმიტომ რომ ინსულინი გავლენას ახდენს თირკმლის მიერ ნატრიუმის შეკავებაზე და რეაბსორბციაზე. ანუ მერე თირკმელი კიდე ნატრიუმს კიდე თავიდან გადადევნის, ასე ვთქვათ, გადადას, ასევე სიმპათიკური ნერვულ სისტემის აქტივაციაზე ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, აი წნევის სწავლებთან მიმართებაში და ზუსტად ეს მექანიზმია აქ. ასევე მეგობრებო, აქ არ არის ჩამოთვლილი და უნდა დავამატოთ ქალებში. ინსულინ რეზისტენტობა ასოცირებულია პოლიენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომთან. ხო, გსმენიათ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ეგრეთ წოდებული PCOS-ი. მას ბოლო პერიოდი შეეცვალა სახელი და თანხმდებიან უკვე ექსპერტები და ეს სამედიცინო საზოგადოება და დაერქვა PMOS-ი, ანუ პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი. ანუ საკვერცხე რატო არის? იმიტომ რომ საკვერცხის მიერი პრობლემებიც არის, ანუ ჰორმონალური ეგრეთ წოდებული დისბალანსთან დაკავშირებული პრობლემებია და აი ამის დროს, აი PMOS-ის დროს, ინსულინ რეზისტენტობის დროს გვხვდება ასევე ქალებში აკნე, გვხვდება ანდროგენული ალოპეცია, თმისცვენა, ჰირსუტიზმი, თმიანობა მომატებული, ჭარბი წონა ვთქვით, უსიამოვნო ოფლისუნი, არარეგულარული დარღვეული მენსტრუაციული ციკლი და ასე შემდეგ. მოკლედ, კი, ჩათვალეთ, რომ მთელი ჰორმონალური სისტემა ამ შემთხვევაში რეალურად ჩართული და ესეთი პრობლემები შეიძლება დაეწყოს ქალს. ეხლა გადავიდეთ ლაბორატორიული მაჩვენებლები, აი რა შეიძლება იქნას მინიშნებები, რა თქმა უნდა ამას, რა თქმა უნდა ექიმი საზღვრავს რა იქნას დანიშნული, ეგრეთ წოდებული ჰომეოსტაზიური ინდექსი, ეგრეთ წოდებული ჰომა ინდექსი და ეს ფორმულებით გამოითვლება, ამაზე არ შევჩერდები. უზმოზე ინსულინის მომატებული მაჩვენებელი შეიძლება შეხვდეს, გლიკირებული, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელიც ასახავს ბოლო 3 თვის განმავლობაში გლუკოზის საშუალო რაოდენობას და აი აქ უნდა დავაკვირდეთ, რომ 5.7-დან 6.4%-მდე ეს არის პრედიაბეტი და როგორც წესი ინსულინ რეზისტენტობა ახლავს ხოლმე თან. 6.5 უკვე 6.5% გლიკოზირებული ჰემოგლობინი ეს უკვე დიაბეტია. 6.4-მდე ეს არის პრედიაბეტს ვეძახი ჩვენ და პრედიაბეტის დროს არის ხოლმე ინსულინ რეზისტენტობა. უზმოზე გლუკოზის სისხლში განსაზღვრა და აი ლიპიდური სპექტრი მე აღვნიშნე შეკითხვაზე პასუხი, რომ არა მსუქან ადამიანებს, გამხდარ ადამიანებს თუ შეიძლება აწუხებდეს, არიან ადამიანები, შეიძლება სხეულის მასის ინდექსი გამოვთვალოთ და საერთოდ ნორმაში კი არ იყოს, გამხდარი იყოს, მაგრამ მას გენეტიკურად კონდეს ლიპიდური სპექტრი დარღვეული, კონდეს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მომატებული, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ანუ კარგი ლიპოპროტეინების დაბალი მაჩვენებელი, საერთო ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი და აი ამ შემთხვევაში ამასაც შეიძლება მივყავდეთ ინსულინ რეზისტენტობამდე. და ეხლა მინდა დატოვებული დრო უკვე მკურნალობასთან მიმართებაში მაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია და აი ეს დაავადება და ეს მდგომარეობა
არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად გამკლავებადია. ანუ რისი თქმა მინდა, წამლის გარეშე. და აი ხედავთ ეკრანზე, ესე იგი, ეგრეთ წოდებული კვება, დიეტოთერაპია ეგრეთ წოდებული და ფიზიკური აქტივობას. მიუყავართ იქამდე, რომ ინსულინ რეზისტენტი ადამიანი ინსულინ რეზისტენტი აღარ იქნება. ანუ მას ეფექტურად შეუძლია წამლის გარეშე ამ პრობლემას კარგად გაუკლავდეს თუ მოინდომებს. ნუ დაბალგლიკემიური და ეგრეთ წოდებული ხმელთაშუა ზღვის დიეტები ამ შემთხვევაში ნუ აქ საუბარია რომ რაფინირებული ნახშირწყლები და შაქრების მიღება უნდა კვეთრად შეიზღუდოს, ჩანაცვლეს ბოჭკოთი მდიდარი საკვებით, ბოსტრეული პარკოსნები, ჯანსაღი ცხიმები, ზეითუნის ზეთი, თხილეული, თევზეული და აი ამ ყველაფერს მიუყავართ იქამდე რომ ინსულინ რეზისტენტობა შეიძლება გამოსწორდეს. ასევე წონისკლება ძალიან მნიშვნელოვანია და კვლევები დადგენილია რომ თუნდაც 5-10%-ით წონის შემცირებამაც კი შეიძლება კარგად გააუმჯობესოს ეს მაჩვენებელი და როგორც აღნიშნე ქვაკუთხედი ეს არის ფიზიკური აქტივობა და აქ კომბინირებულზეა საუბარი როგორც აერობული კარდიო, ასევე რეზისტენტული ვარჯიშები კვირაში 150 წუთი მინიმუმ, რომელსაც აქვს უნარი იმისა, რომ ინსულინ რეზისტენტობა ასე ვთქვათ, გამოასწოროს და გადავანაწილოთ სხვადასხვა დღეზე. რა თქმა უნდა, კი, 150 წუთი კვირის განმავლობაში უნდა იქნას გადანაწილებული. და ნუ ასე ვთქვათ, ძალიან რაციონალურად რომ ტრავმების პრევენცია და ბერნაუთი ეგრეთ წოდებული გადაწვა არ მოხდეს. თუ საუბარი არის უკვე მედიკამენტებზე, ამ შემთხვევაში ხო, მედიკამენტებიდან ნუ ეგრეთ წოდებული. ხო, თუ ფიზიკური აქტივობა კვების მოწესრიგებით ვერ გავდივართ ასე ვთქვათ ფონს, ამ შემთხვევაში მედიკამენტები, მეტფორმინი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წლების განმავლობაში წლების წინ შექმნილი პრეპარატი, რომელიც ეფექტურად ინსულინ რეზისტენტობის დროს ინიშნება. ეგრეთ წოდებული პოპულარულია ახალი თაობის პრეპარატები, GLP-1-ის აგონისტები, სემაგლუტიდი მაგალითად, ამაზე არ შევჩერდები და აი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტი, აქ საუბარია ძილის ეგრეთ წოდებული ჰიგიენა, იმიტომ რომ ქრონიკული უძილობა, ანუ ქრონიკული უძილობაში როგორც წესი იგულისხმება 6-7 საათზე ნაკლები ძილი. ანუ დარღვეული ციკადული რითმი ზრდის კორტიზოლის დონეს და კორტიზოლის დონე ჩვენ ვთქვით რომ ეს ინსულინ რეზისტენტობა პრაქტიკულად ყველა ჰორმონალურ ჯაჭვზე ახდენს გავლენას. კორტიზოლის დონე პირდაპირ იწვევს კორტიზოლის დონის მატება პირდაპირ იწვევს ინსულინ რეზისტენტობას. ასევე სტრესის მენეჯმენტი, იმიტომ რომ ქრონიკული სტრესიც ასევე კორტიზოლის დონეზე ახდენს გავლენას. და დაიცვას ქრონიკულ სტრესში მყოფმა ადამიანმა დიეტა და ჯანსაღი კვების რეჟიმი გაუჭირდება, ხო, ძალიან რთული იქნება კი და ბოლო პუნქტი ეს არის თამბაქოს ელიმინაცია, იმიტომ რომ ნიკოტინი პირდაპირ მოქმედებს ინსულინის რეცეპტორების რეზისტენტობაზე. ამიტომ აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები, მოკლედ თქვა იმის მინდა, რომ არაფარმაკოლოგიური მიდგომით, არაფარმაკოლოგიური ნიშნავს მედიკამენტის გარეშე მიდგომით, ძალიან ეფექტურად შეიძლება ინსულინ რეზისტენტობასთან ბრძოლა. უღრმესი მადლობა ზაზა, მადლობა მოკლედ ცხოვრების ჯანსაღი წესი.